პირდაპირ ეთერში პოსტსკრიპტუმი და სტუდიაში დავით გრიგალიშვილი აგზელებს თქვენთვის მუშაობას. ნახეთ, შუაგულ მილანში შექმნილი PS Mobilis ultra თანამედროვე დიზაინი და ფირმა Zagato, რომელიც სუპერ ქარებს ქმნის. პატა იაკობაშვილი ჩვენს თანამემამულეს შეხვდა. მე ვამბობ ორ სიტყვას: მილანი და დიზაინი. და თქვენ მაშინვე მაღალ მოდაზე და ძვირფასი ტანსაცმლის მაღაზიებზე არა, მანქანები. ჯერ ფეხბურთელი იყო. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც ითამაშა და მერე უცებ გადაწყვიტა რომ უნდა ხატოს. ახლაც მილანის ცენტრში იმისთვის ჩამოჯდა რომ ჩვენი თხოვნით რაღაც დახატოს. ეს ჩემი ფავორიტია. მილანში დიზაინის აკადემია დომუსში ლადო კობახიძის ნაშრომებს უკვე ფანები ჰყავს. თავარი გულშემატკივარი მისივე ლექტორია. აი ეს დეტალები, სარკე და ფარი, შენი სტილის დამახასიათებელი ნიშნებია. ძალიან მომწონს. შენ შეგიძლია რამდენიმე წუთში გადაიტანო ფურცელზე ის, რასაც მოგთხოვენ და იცოდე. პროფესიონალიზმის მთავარი ნიშანი კარგად დახატული მანქანა კი არა, მომხმარებლის სურვილის ამოცნობა და განხორციელებაა. სწორად დახატო ის, რაც დამკვეთს უნდა წარმატების გასაღებია. ვიდრე მილანის დომუს აკადემიაში მოხდებოდა, ლადო თბილისში, ჯერ სახლში და მერე ცნობილ ქართულ ავტოდიზაინერთან ზვიად ციკოლიასთან ქმნიდა მანქანებს. მერე შემთხვევით გაიგო რომ აუდიმ კონკურსი გამოაცხადა. ეს იყო მოდელი, რომელიც გავაკეთე კონკურსისთვის. თემატიკა იყო თავისუფალი, ანუ მე უნდა შემექმნა მანქანა, რომელიც იქნებოდა შეიძლება ითქვას ოცნების მანქანა, არის დინამიური, სპორტული, რაც ძალიან აქტუალური არის დღევანდელი დღისთვის. ლადოს ოცნების მანქანა მოეწონა ჟიურის, რომელშიც შედიოდნენ მარკო ბონეტო, დომუს აკადემიის პრეზიდენტი, ფლავიო მანძოლნი, ფერარის მთავარი დიზაინერი, ვოლფგანგ გეგერი, აუდის მთავარი დიზაინერი, ვალტერ დე სილვა, Volkswagen-ის მთავარი დიზაინერი და საუკუნის ავტოდიზაინერად წოდებული ჯორჯეტო ჯუჯარო. ეს იგივეა რომ თქვენ კაბა დახატოთ და Yves Saint Laurent, ჟან-პოლ გოტიე, არმანი და პიერ კარდენი აღფრთოვანდნენ. დიზაინის აკადემიაში ერთწლიანი მასტერ კურსი არ ნიშნავს რომ უკეთ ხატვას ისწავლი. აქ ხატვას საერთოდ არ ასწავლიან. ეს უფრო ინჟინერიის, საზოგადოებრივი მოთხოვნილებების და მარკეტინგის შემსწავლელი კურსია. ფარის დიზაინზე არ არის საუბარი და იქ იგივე ხაზი ზემოთ არის ოდნავ თუ ქვემოთ არის ოდნავ. ძირეულად მიდის საუბარი კონცეპტუალურ ხედვაზე. მანქანა რომელ მომხმარებლისთვის არის განკუთვნილი, ეს არის მდედრობითი სქესის მომხმარებლის, რომელიც კატეგორიულად სხვანაირად უნდა დაიგეგმოს. ან შეიძლება იყოს მანქანა ოჯახისთვის, რომელიც არის საერთოდ სხვა თემა. ეს მოდელი შეიძლება მოგეწონოთ, შეიძლება არა. გემოვნების საქმეა, მაგრამ როდესაც Volkswagen-ის სტუდენტებს დავალებას აძლევდა, სილამაზე საერთოდ არ აინტერესებდა. ავტოდიზაინის მთავარი პრობლემა დღეს სივრცე. ეს არ არის რეალური პროექტი, რომელიც შეიძლება ხვალე განხორციელდეს. ეს იყო 15 წლის მერე რა ტენდენცია შეიძლება იყოს. მანქანის ფუნქციონალობა გამოიხატება იმაში, რომ მანქანა არის ორ პერსონაჟზე გათვლილი, საჭიროების შემთხვევაში მანქანა შეიძლება მხოლოდ ერთ პერსონაჟზე მოერგოს. 15 წლის შემდეგ Volkswagen-მა შეიძლება მართლა გაიხსენოს ქართველი დიზაინერის იდეა და დასაკეცი ელექტრომობილი რეალობად აქციოს. მაგრამ მანამდე ეს არის Zagato. დიზაინ ატელიე, ოღონდ აქ მანქანებს ჭრიან და კერავენ. სოფლიოში ყველამ, ვინც ოდნავ მაინც რამე იცის ექსკლუზიურ ავტომობილებზე, იცის რა არის Zagato. ინდივიდუალობა, განუმეორებლობა, ფუფუნება და ექსკლუზიურობა ყოველთვის თანსდევს ამ ატელიეში გაკეთებულ ავტომობილებს. Ferrari და Lamborghini Zagatos ხშირი კლიენტები არიან. Aston Martin და Maserati კი Zagatos უნდა უმადლოდნენ თავიანთ ელეგანტურობას. ხშირად ავტოკომპანიები მთლიანად დიზაინ ატელიეს ანდობენ ახალი მოდელის შექმნას. კიდევ უფრო ხშირად კი აქ კერძო ავტომფლობელები მოდიან. მაგალითად, ჩვეულებრივი Bentley-ის ფლობელები Zagatoში სტუმრობის და ასე 1,300,000 ევროს დახარჯვის შემდეგ არაჩვეულებრივი Bentley Zagato-თი ბრუნდებიან თავის სასახლეში. სპეციფიური ფერია, რომელსაც შეიძლება Zagatos წვანა და ლადო კობახიძე უკვე რამდენიმე თვეა Zagatoში მუშაობს. სამსახურში აი ამ კაცმა მიიღო ნარიხიკო ხარადა, Zagatos შეფ დიზაინერი. ბოლოს ხარადამ Spiker C12 Zagato დახატა. ისეთი ცრუმორწმუნია, რომ თითქმის არასდროს თან ხვდება გადაღებას.
სამუშაო ოფისებში შესვლა სასტიკად აკრძალულია. უფრო მეტიც, ზაგატოს თანამშრომლებს თავის მიმდინარე პროექტებზეც ეკრძალებათ საუბარი. ერთადერთი რაც ვიცით ის არის, რომ რამდენიმე თვეში მსოფლიო იხილავს რომელიღაც ძალიან ცნობილი სუპერქარის ზაგატოში გაკეთებულ ახალ მოდელს და ამ მანქანის ერთი დეტალი ლადოს დახატული იქნება. ზაგატოში ისეთი მანქანებიც ყავთ, რომლებიც ყველაზე მეტად კოლექციონერებს აინტერესებთ. მაგალითად ეს ლამბორგინი. თავისი დროის ულამაზესი მანქანა იყო, მაგრამ ლამბორგინი აუდი მიყიდა, აუდი Volkswagen-მა. საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა, როდესაც ეს მოდელი შეიქმნა, მაგრამ Volkswagen-მა შეიძინა თვითონ Lamborghini ბრენდი და მაგის შემდეგ შეწყდა ამის მასიურად წარმოება. არსებობს რამოდენიმე მოდელი, რომელიც არის კოლექციონერების ხელში და ეს არ არის მასიურ წარმოებაში გაშვებული. პრინციპში Volkswagen-ს არ მოეწონას. არა, მოწონებაზე არ არის, ეს არის უბრალოდ მარკეტინგული გეგმა, რომელისთვისაც Volkswagen-მა ფული არ გამოყო. საავტომობილო დიზაინერები დღეს ბაზრის ტყვეები არიან, იმიტომ რომ მომხმარებელს ეშინია და არ ყიდულობს მკვეთრად განსხვავებულ პროდუქტს. ამიტომ დიზაინერთა უმრავლესობა იძულებულია დეტალებით შექმნას განსხვავებულობის ილუზია. ყველას გვგონია, რომ ჩვენს გარშემო ასობით სხვადასხვა მანქანა დადის, მაგრამ ჩვენ ყველანი ვცდებით. მანქანების უმრავლესობა პრაქტიკულად ერთნაირია. შენ ახლა გინდა დავიმტკიცო, რომ ეს Mercedes-ი და ეს Volvo ერთი და იგივე. კი, ფაქტობრივად ერთი და იგივეა რა. აი დააკვირდი რა, Mercedes-ის ფარის ტალღა როგორ არის განვითარებული და ანალოგიურად ხდება აქაც. ფარს თავი დავანებოთ. მოდი წინ შევხედოთ, აი შეხედი ამბადეს როგორი ფორმა აქვს და ანალოგიური არის Volvo-ს შემთხვევაში. თითქმის იგივე ფორმა მეორდება. ლოგოები რომ მოიხსნას, შეიძლება ითქვას, რომ მანქანები იდენტურია. ექსკლუზიური მოდა და დიზაინი ნებისმიერი სახით, თუნდაც ტანსაცმელი ან თუნდაც ავტომობილები თვითგამოხატვის საშუალებაა. ოღონდ პირველ რიგში დიზაინერის თვითგამოხატვის საშუალებაა. ჩვენი თხოვნით ლადო ყობახიძემ PS მობილი დახატა და ჩვენ მოგწონს ეს ავტომობილი. ნამდვილად მოგწონს.